ეს არის ღია თამაში ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად ახლა ერთად უნდა გავარკვიოთ რა ხდება გუბერნატორებსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შორის. ანუ დარჩნენ თუ არა რწმუნებულები უფუნქციოთ, ან რატომ უპირისპირდება ნარმანიას უწყება მათ. ჩვენი სტუდიის სტუმრები უკვე პირდაპირ ეთერში იმყოფებიან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე. საღამომშვიდობის, გმადლობთ რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში დავიწყებ თქვენგან. მისაღებია თუ არა ნაწილობრივ მაინც ის პრეტენზიები, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში ისმის რეგიონული განვითარების სამინისტროს მხრიდან. ანუ რატომ არ აქტიურობთ სამინისტროსთან? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, გადაცემაში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თავისთავად არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებ სამინისტროს პოზიციას და ძალიან მარტივი მაგალითი არის თუ რატომ. არა მარტო რეგიონალური განვითარების სამინისტროდან, არამედ მთლიანად ცენტრალური ხელისუფლებიდან, სხვადასხვა სამინისტროებიდან არც ერთი სამინისტროს მხრიდან არ გამოჩენილა დღესდღეობით სურვილი იმისი, რომ გუბერნიერებთან ითანამშრომლოს და არა მარტო ითანამშრომლოს, გამოიყენოს ეს რესურსი, რაც მათ ხელთ აქვთ. ძალიან ცუდი არის ჩემის აზრით ის, რომ სამინისტრო აირჩია არასწორი ფორმა ურთიერთობის გუბერნიერებთან, მოგულისხმობთ პრესკონფერენციებს, ხელისშეწმენდის ცდილობას მათ მიერ ორგანხორციელებულ საქმეებზე და მინდა ყველას უთხრა და მათ შორის სამინისტროსაც ერთი კითხვა დასვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რიტორიკული კითხვა. ამ 6-7 თვის განმავლობაში რამდენჯერ მოხერხდა სამინისტროს მხრიდან შეხვედრა გუბერნატორებთან, მინდა გითხრათ, რომ ერთხელ იყოსო ასეთი შეხვედრა გაცნობიტი, ამის შემდგომ არ ყოფილა მათი მხრიდან არანაირი სურვილი ამ შეხვედრის და მეორე არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მინისტრმა ან სამინისტროს წარმომადგენელმა შეეხმიანა გუბერნიას რაღაც კონკრეტულ საკითხზე და ჩვენი მხრიდან ყოფილიყოს ან უარი, ან რაღაცა დაზარება საქმეში ჩართვის, უბრალოდ საერთოდ ზარიც კი არ ყოფილა. და უკვე საუბარი იმაზე რაღაცა მოდით ახლა გითხავთ სამინისტროს შეაცხადებენ რომ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ატარებთ და ცნობილი არის რომ რწმუნებულები ძირითადად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, ანუ თქვენ ამბობთ რომ სამინისტროს მხრიდან ხდება იგნორი და თქვენის მხრიდან არის მზაობა იმისა რომ სამინისტროსთან შედგეს თანამშრომლობა. პირველი რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ რომელ პოლიტიკურ ზალას წარმოვადგენ მე, ან ჩემი კოლეგები, გუბერნატორებზე მაქვს საუბარი, ან თუნდაც სამინისტროს რა სიმპათიები გააჩნია პოლიტიკური, მე მგონი ეს საუბარი დღეს ურიგო არის, იქიდან გამომდინარე, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვართ სახელმწიფო მოხელეები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები ხალხის წინაშე, რაც უნდა გავაკეთოთ. ამიტომ პირიქით არის, მე მოვუწოდებ, რომ სამინისტრომ გადადოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები იქეთ და დაკავდეს საქმის კეთებით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად თუ რა სიმპათიები აქვს ან მინისტრს ან მის მოადგილეს პოლიტიკური სიმპათიები. აქ არის საქმის კეთებაზე არის საუბარი და შესაბამისად ვალდებულება ამისი ჩვენ გაგვაჩნია. ვერც ერთ შემთხვევას ვერ იტყვის სამინისტრო, რომ ჩვენ ნებისმიერ მე მათ შორის თუნდაც ან ჩემი კოლეგებმა რამე გადაწყვეტილება მივიღეთ ან რაღაცა გავაკეთეთ პოლიტიკური კუთვნილებით ან პოლიტიკური შეხედულებით. თავარი ერთი რამე არის, ეს ყველაფერი დღეს რაც ხდება, აზარალებს მხოლოდ საზოგადოებას და ხალხს. ჩვენი მონდომებაზეა დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ, რომ ვითანამშრომლოთ და რამდენად მოვახერხებთ სამინისტრო განახორციელოს კონკრეტული პროექტები. ბატონ შოთას მოსმინოთ. კონკრეტული პროექტები ხორციელდება და ამისი სურვილი არის. მაშინ სად არის ამდენი ხანი 7 თვის განმავლობაში ერთი პროექტი დამისახელეთ ახალი, რომელიც დაიწყო სამინისტრომ, ხო? ბატონო შოთა, დავიწყოთ ნებისმიერი ამის საშუალებას ბატონო ვახტანგ, თქვენ დაგიბრუნდებათ, მოდით ბატონ შოთას მივცეთ შესაძლებლობა რომ გასცეს ბრალდებებს და შეკითხვებს პასუხი მივცეთ. ბატონო შოთა, არ ვიცი თქვენ ამდენად კარგად გესმოდათ ბატონი ვახტანგის ხმა, ამიტომ შევეცდები მოკლედ ფორმულირება მოვახდინო გაკეთებული განცხადების. ბატონი ვახტანგი ამბობს რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ყოფილა სამინისტროსა და გუბერნატორებს შორის. არ დაწყებულა არც
ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელშიც უნდა იყოს ჩართული მხარის რწმუნებული თქვენთან ერთად რომ განხორციელდეს ეს პროექტი. ასევე ისინი ამბობენ, რომ არანაირი პარტიული ინტერესი არ არსებობს, აქ მთავარი არის საქმის კეთება, რომ რეგიონის განვითარება მოხდეს. რა ბრალდებები აქვს მაშინ სამინისტროს, თუ გუბერნატორები მზად არიან, რომ ითანამშრომლონ და ყველაფერი იყოს ღია? ბატონო შოთა, გაცნობა თუ რა პროექტები ხორციელდება და ასევე იყო საუბარი თუ როგორ უნდა მოახდინონ თვითმმართველობებმა და გუბერნიებმა პროექტების მოთხოვნა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ერთ-ერთ ესეთ შეხვედრას ესწრებოდა მინისტრიც, ანუ ეს არ არის სწორი რომ ჩვენ მათთან არ ქონია კომუნიკაცია, მიუხედავად ამ ყველა კომუნიკაციის შემდეგ ერთი პროექტი იქნა შემოტანილი გუბერნიისგან. რაც შეეხება თვითმმართველობებს და ახალი პროექტები აინტერესებს ბატონ ვახტანგს, მას მოვახსენებთ რომ გაეცნოს თავრობის განკარგულებას. წესით უნდა ეცნობოდეს, იმიტომ რომ ის არამხოლოდ პრეზიდენტთან, თავრობისთანაც არის ვალდებული ანგარიშგება მოახდინოს. 82 ახალი პროექტი არის შეთანხმებული იმერეთის რეგიონში. საერთო ჯამში 52 მილიონი. ამის შესახებ არ უნდა იყოს საქმის გულში მილიონი. ეს თავრობის განკარგულება მას უნდა იცნობდეს, იმიტომ რომ ეს 2 კვირის წინ არის მიღებული. ამას გარდა მე მაინტერესებს, რატომ არ იცის ბატონმა ვახტანგმა ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ ვებგვერდზე დევს. ის რაც დაიწყო და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ზესტაფონიდან ქუთაისის მიმართულებით, ქუთაისის შემოვლითი გზის მთავარი მონაკვეთზე ეხლა მიდის გამუშავები, არ იყო ეს დაწყებული. ასევე კონტრაქტი გაფორმების სტადიაში არის ქუთაისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე 38 ქუჩა ქუთაისში უნდა შეკეთდეს. ამაზე პროექტირება გამოცხადებული პროექტები უკვე ქუთაის დევს და დევს ქუთაისში. ბაგანშოთა, აქ მარტო ქუთაისის პრობლემაზე ჩვენ არ საუბრობთ, ზოგადად საუბრობთ იმ პრობლემაზე, რომლის შესახებაც თქვენი საუბრეთ. თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველა სიახლე, რომელიც არის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, უნდა იცოდნენ. ანუ ეს თანამშრომლობის ახალი ფორმაა ინტერნეტის და ვებგვერდის მეშვეობით თუ არანაირად. მათთან სამჯერ, მოდი დავამატებ, მე შემეშალა ორჯერ არა, სამჯერ იყო შეხვედრა, ერთხელ იყო სამინისტროში, სადაც ეს პროექტები ბატონი ვახტანგი ესწრებოდა და გაეცნო, შემდეგ იყო ორჯერ ქუთაისში, გუბერნიაში შეხვედრა, ჩვენც არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს. უბრალოდ მათგან ცოტა გასაკვირია საუბარი იმაზე, რომ ამდენ ახალი პროექტიდან არც ერთს არ იცნობენ. კარგი. და ნუ მოდით ბატონ ვახტანგს მოусმინოთ. სამფარში რომ არ იქნებოდა ახალი პროექტები, მე მოგასაგებია. ბატონ ვახტანგ, არ ვიცი, რამდენად კარგად გესმით თქვენ ბატონის შოთას ხმა. გაიგეთ თუ არა მის მიერ დასმული კითხვები. სამწუხაროდ ბოდიშვიხტი ბატონის შოთას ხმა არ მისმოდა და ვერ გავიგე რა პროზა საუბრობდა, მაგრამ ბატონის მაწყვეტები ისმოდა, შესაბამისად თუ სწორად გავიგე ბატონის შოთას საუბრობდა. მე შევეცდები დაგეხმაროთ. ბატონის შოთა ამბობს, რომ თქვენ უნდა იცოდეთ ყველა იმ კანონ პროექტს, ბატონო, რომელიც განთავსებულია მათ ვებგვერდზე და ასევე არის უკვე გამოქვეყნებული. და ის ამბობს, რომ საკმაოდ ბევრი ახალი პროექტია იმერეთის რეგიონში დაგეგმილი, რომელიც უნდა განხორციელდეს და ის რომ არ ყოფილა შეხვედრა გუბერნატორსა და სამინისტროს შორის, ეს არის სიცრუე, რადგან რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდა ქუთაისში და იყო შეხვედრა რწმუნებულთან. არ ვიცი, ეს იყო მოკლედ რაც ხან განაცხადა და შესაბამისად საინტერესოა თქვენი პოზიცია. ბატონო. პირველ რაც შეეხება დავიწყოთ შეხვედრებთან, მაგრამ დაკავშირებთან მოგახსენოთ აუცილებლად, მაგრამ დავიწყოთ პროექტებით, რომელიც კეთდება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ. პირველი პრობლემა რაც არის, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. თურმე სამინისტროს შორის და გუბერნატორებს შორის მთავარი კომუნიკაციის საგანი და საშუალება ყოფილა მათი ვებგვერდი.
ანუ ჩვენ უნდა ვიკონტაქტოთ მათთან ვებგვერდით, ისინი რო დადებენ ვებგვერდზე გარკვეულ ინფორმაციას, ეს უნდა წავიკითხოთ. შემდგომში ესე იგი ჩვენც უნდა დავდოთ გარკვეული ინფორმაცია ჩვენი ვებგვერდზე და მე მათ უნდა წაიკითხოთ. ეს არის პრობლემა. და პრობლემის წყარო ამ შემთხვევაში და თავი არ გახლავთ გუბერნატორები. პრობლემა არის არა მარტო ის, რომ სამინისტროსა და გუბერნიებს შორის ურთიერთობა, პრობლემა ის არის, რომ რაღაცა ხო უნდა გააკეთოს სამინისტრომ, რომ იურთიერთოს. ესა ვიცით თუ არ ვიცით, ჩვენ პროექტები რა ხორციელდება. ერთი პროექტი, მე დავსვი კითხვა ესე, ერთი პროექტი დამისახელეთ, ახალი პროექტი, რომელიც დაიწყო. ასულ იყო ზამთარში ახალი პროექტები არ იწყება და შესაბამისად გაზაფხულიდან დაიწყება. ეს არის ძველი პროექტები, რომელიც დაიწყო და რომელიც უნდა გაგრძელდეს. შემდეგში რაც შეეხება იმას, რომ ვიყოთ მართლები, ქუთაისში ნამდვილად ქუთაისის ამ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში ჩაერიცხა თანხა იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდეს. ამ პროექტებზე როგორ შეირჩა, რა კრიტერიუმით შეირჩა, ამაზეც ვისაუბრებ. მოდი ძალიან მარტივად ვთქვათ, რომ არ გამოგვივიდეს ჩვენ გარკვეული პოლიტიკური დებატები, იმიტომ რომ მე გახლავთ გუბერნატორი, ბატონიშვილთან გახლავთ მინისტრის მოადგილე და ვისაუბროთ საქმეზე და საქმიანად. პირველი რაც შეეხება დადგენილებას, თუ როგორ უნდა განაწილდეს რეგიონალური განვითარების ფონდიდან თანხები. ჩვენ თავიდან გვქონდა ამასთან დაკავშირებით პრობლემები, იმიტომ რომ არავინ ნათელი თუ რა კრიტერიუმებით ეუნები უარს ან თანხმობას გარკვეულ მუნიციპალიტეტებს. გუბერნატორები არ იყვნენ ჩართული კრიტერიუმების შერჩევაში, თუ რა კრიტერიუმები უნდა იყოს და რა პროექტები არის პრიორიტეტული, ამ პრიორიტეტების შერჩევისაც არ იყო ჩართული. კომისია, რომელიც ხვიტავს საბოლოო ჯამში, რომელი უნდა დაფინანსდეს და რომელი არ უნდა დაფინანსდეს. აქაც ამ საბჭოშიც გუბერნატორები არ მონაწილეობენ. მესმის, რომ გუბერნატორი შეიძლება იყოს სუბიექტური, მაგრამ სათათბირო ხმის უფლების დასწრებაში მე პრობლემას ვერ ხედავ, რომ ინფორმირებული იყოს. ბოლოში კი არ უნდა იყოს გუბერნატორი ინფორმირებული, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოდი ბატონშევთას მოусმინოთ. ბატონშევთაშივე უნდა იყოს. თუ არ ვწდები ტექნიკური წული ამოწურებულია და თქვენ ბატონი ვახტანგის ხმა გესმით, ხო? მოდი პირდაპირ გადავიდეთ პასუხისგაცემაზე ბატონ ვახტანგმა აღნიშნა, რომ იგივე დადგენილებასთან დაკავშირებით, იგივე ახალ პროექტებთან დაკავშირებით არ არის ბევრი ინფორმაცია მათთვის ცნობილი. როგორ ნაწილდება ეს 91 წყალტუბოში მაგალითად 23 პროექტი იყო წარდგენილი, 7-ზე იყო თან. კიდე ბატონი ვახტანგი საუბრობს თუ ჩვენ ვსაუბრობთ. ანუ ჯერ ერთი რომ პირველი შეხვედრა რომელიც სამინისტროში შედგა არა ვებგვერდით გაიგეს მათ, არამედ ყველას მივაწოდეთ, ყველა გუბერნატორს და ეს გაშუქებული იყო ტელევიზიების მიერ, თუ რა არის დაგეგმილი 2013 წელს მათ რეგიონებში მიწოდებული იქნა ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, რომელი არის ახალი პროექტი. ბატონი ვახტანგი ამბობს, თუ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენა უნდა, კი ბატონო ზესტაფონიდან, თქვა ქუთაისის შემოვლით გზამზე ძალიან დიდი ავტომაგისტრალის მშენებლობა, ახალი ლოტი იყო, რომელიც ეხლა გაიხსნა. 82 ახალი პროექტი არის. ჩამოყვეთ 38 ქუთაისის ქუჩა მოუყვე ბატონო ვახტანგი. და მაშინ რატომ არ აქვს გუბერნატორს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმიტომ რომ გუბერნატორმა ახალი პროექტები იწყება, ისაუბრებს ეს პროექტები რომელიც ხორციელდება, ყველა არის ძველის გაგრძელება და არანაირი ახალი პროექტი არ იწყება. 82 ახალი პროექტია. 82 ახალი პროექტია. და ეხლა როგორ არის ძველის გაგრძელება? ქუთაისში 36 ქუჩას ერთ პროექტად თვლი. ისიც რომ მივამატოთ, გაცილებით მეტია. 52 მილიონი არის გამოყოფილი, როდესაც ჩარჩან იყო 38 მილიონი იმერეთის რეგიონზე გამოყოფილი. ბატონი ვახტანგი საერთოდ არ იცნობს ამ ინფორმაციას, მაგრამ მოდი ესე ვთქვა, მთავრობის განკარგულება მას მიდის. 2 კვირის წინ აქვს მთავრობის განკარგულება მისული და რით ვერ გაიგო ეს პროექტები. ან რატო ვერ ეურთიერთობება ის თვითმმართველობებს? ბატონ ვახტანგდა კიდე ნაკლებად ამაქვს პრობლემა, სხვა გუბერნატორები საერთოდ მათთან ქარის სტიქია იყო. და ერთი ზარი არ ყოფილა გუბერნატორებიდან. ვიზე საუბრობენ ესენი რომ კომუნიკაციის პრობლემაა. ქარმა წაიღო შიდა ქართლი და ერთი ზარი არ ყოფილა ქართლის გუბერნიისგან. და ვისა მცხეთა-მციანეთის გუბერნატორი თურმე ეხლა მიხვდა რომ იქ ქარი იყო. და საერთოდ რა ხდებოდა მათ რეგიონში? ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს რომ იმის გამო რომ ისინი არ დაგვიკავშირდნენ. მათ აქვს 7 მილიონამდე ბიუჯეტი, ყავთ 440 თანამშრომელი. სამინისტროს ყავს 130 თანამშრომელი. აი სტიქიის დროს რას აკეთებდნენ? ეს ბატონ ვახტანგს ნაკლებად ეხება, იმიტომ რომ იმერეთში არ ყოფილა ეს სტიქია. ერთი ზარი და ერთი წერილი არ შემოსულა გუბერნატორებისგან. რას საუბრობენ ესენი რომ ჩვენგან არის კომუნიკაციის შეგიძლიათ გითხრათ თუ არა რეალურად გაეცნოს იმ მთავრობის განკარგულება. რეალურად რას უკავშირდება მათი მხრიდან მსგავსი სახის უყურადღებობა და შემდეგ მე ბატონ ვახტანგს მიმართავ.
კი ბატონო, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რაღაც პარტიულ თამაშს გავს მათი მხრიდან, განსაკუთრებით აქ გამოირჩევა ქვემო ქართლის გუბერნატორი, რომელიც სხვა არაფერს არ ამბობს, რომ გარდა ნეგატივისა და თუ რაიმე ინფორმაცია აინტერესებს, შეუძლიათ მოგმართონ და მივცეთ, არანაირი პრობლემა არა, როგორ მოხდა შერჩევა პროექტების. მე ძალიან კარგად მინდა განვარტო. თურმე კრიტერიუმები არ მოწონთ ახალ გუბერნატორებს, როგორ არჩევდნენ შარშან? კაბინეტში ერთ ადამიანთან რო წყდებოდა აბსოლუტურად ყველა პროექტი, ეგ იყო სწორი? წესი იქნა შემუშავებული. ყველამ წარმოადგინა იმ წესის მიხედვით 1800 პროექტი იქნა წარმოდგენილი. ამ რა 1800 პროექტისთვის ჩვენ შევარჩიეთ დაახლოებით 653 200 მილიონის ღირებულებით. მინდა შევადარო ეს წინა პერიოდის მონაცემებს. ამ პერიოდისთვის 1 მაისისთვის 2012 წელს მათ ჰქონდათ 64 მილიონი განაწილებული. ამ თანამშრომლობის ძალიან დიდი სხვაობა. ერთი წუთი დავასრულებ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აპელირებს ბატონი ვახტანგი თუ როგორ შეირჩა. შეირჩა ეს და კრიტერიუმი თურმე მიუღებელია ბატონი ვახტანგისთვის, რომ მოსახლეობას რა პრობლემას უგვარებს. ეს იყო კრიტერიუმი. რამდენ მოსახლეს ეხება, რა სოციალური ეფექტი აქვს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს. ამის შემდეგ, გადარჩევის შემდეგ ჩვენ ყველა თვითმმართველობას არა აქვს მნიშვნელობა ეს რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო. საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს შევხვდით, გავიარეთ ყველა პროექტი, მათთან ერთად კიდევ ერთხელ გადავიარეთ პრიორიტეტები. ამის შემდეგ ჩავედით პარლამენტში და მთელი დღე ვიყავით და ყველა მაჟორიტარს ჰქონდა შესაძლებლობა მოსულიყო და გაევლო ეს ყველაფერი. ამაზე მეტი გამჭვირვალობა წინა წელთან შედარებით, აბა ბძანოს ერთი. თუმცა ალბათ მაინც პრობლემა არის ფუნქციის შემცირებაზე, თქვენ რასაც საუბრობს, აქედან გამომდინარე არა გვაქვს ჩვენ ჩაერთონ ბატონო, ოღონდ თუ ისინი ახლა აპირებენ რომ პოლიტიკურად დივიდენდები დაიწერონ და იძახონ რომ გაჩერდა, აბა ერთი ახალი პროექტი 82-ს ვეუბნები ბატონო ვახტანგს, ყოფნის? კარგი. ბატონო ვახტანგ, გესმით ხო ბატონი შოთას განცხადება, რომელიც მან გააკეთა, იქნებ უპასუხოთ. რეალურად კი ბატონო. დიახ. რაც შეეხება კრიტერიუმს, ძალიან მოკლედ ვიტყვი რამ. რაც შეეხება კრიტერიუმს, კრიტერიუმებზე მე როცა ვსაუბრობ, კრიტერიუმები ნიშნავს იმას, რომ უარს როცა ეუნება კომისია მუნიციპალიტეტს, რის საფუძველზე ეუნება. ან რის საფუძველზე წყვიტავს, რომელი პროექტი ჯობია ერთს ან მეორეს. ამაზე იყო საუბარი. როდესაც მე ვსაუბრობ ხარვეზები და არ მოწონს და რატო არ მოწონს თუნდაც ეს ახალი განაწილების თუ ესე შეიძლება დაერქვას მეთოდი. მე გეტყვით ძალიან მოკლედ, რატო? მაგალითისთვის ვამბობ. ორი მუნიციპალიტეტი რეგიონალური პროექტი როცა არის. ბატონი შოთა ქუთაისი იმერეთს კარგად იცნობს და მარტივ კითხვას ვამ. ნიკია გეგუთის გზა, რომელიც უნდა დაუკავშირდეს, რომელთაც ქუთაისი უნდა დაუკავშირდეს ახალ შემოვლით გზას, რომელმაც უნდა გაიაროს მაგისტრალს, რომელმაც უნდა გაიაროს ქუთაისის ავლით. ეს არის ქუთაისის ინტერესი არის, მაგრამ პატარა მონაკვეთი ამ გზის გადის წყალტუბოს მუნიციპალიტეტზე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თავისთავად 6 მილიონი უნდა დაიხარჯოს სავარაუდოდ ამ პროექტში, ხო? წყალტუბოს ინტერესი არის, რომ არა ამ პროექტში დაიხარჯოს 600 მილიონი, დაიხარჯოს საერთოდ წყალტუბოს პროექტებისთვის, ხო? მეორე მაგალითისთვის იმერეთის მაგალითზე რო ვთქვა. აბასთუმანის საირმეს შემაერთებელი გზა, რომელიც ორ გუბერნიას აქ ორი გუბერნიის პროექტი არის. ამაზე რომელმა გუბერნიამ უნდა შეიტანოს განცხადება. არის ბევრი ჩვენ მე მერწმუნეთ აქ ნიშნის მოგებით მე არ საუბრობ იმაზე რომ რატოა ცუდი და ამის აფიშირება მინდა რომ ცუდია. ეს ქმნის პრობლემას რომ სწრაფად განხორციელდეს და სწორად განხორციელდეს ეს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩემი წუხილი არის მხოლოდ აქედან გამომდინარე. ვინმე თუ რამეს გააკეთებს, ჩვენ რანაირ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდე. მე როგორ შეიძლება საქმეს როცა ადამიანი აკეთებს, ამაზე იყოს ვინმე უკმაყოფილი. ჩვენ საერთო დრო იწურება ბატონო გასაგებია თქვენი პოზიცია. როცა ჩვენ საუბრობთ, ერთს ვიტყვი, ძალიან მოკლედ ვიტყვი რა თქვენის ნებართვით რა. 40 რა არ გაკეთდა, როდესაც საუბრობენ. მაგალითისთვის 28 აგვისტოს გამოცხადდა წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულების, ასე ვთქვათ, ტენდერი, რომელიც ამ სამინისტრომ შეაჩერა. აქ საუბარია რაზეა? გორასი, ჭომასი, საფიჩხიასში წყლის სისტემის დამთავრების რამდენად პრობლემა არის ეს? ბატონი შოთა ქუთაისელი ბრძანდება ძალიან კარგად იცის ეს. ეს პროექტი გაჩერდა. მეორე, როდესაც გამოიყო. თუმცა ბევრი ახალ პროექტია საუბარი და მოდით მოусმინოთ მაგალითისთვის არც ერთი პროექტი არ დაფინანსდა. ერთს ვიტყვი. კი ბატონო, არა, ერთს ვიტყვი, უბრალოდ თუ შეიძლება რა თქვენის ნებართვით და აღარ თუმცა ბატონი შოთა სეკრეტარის თქვენ რასაც საუბრობთ, ეს არის სიცრუე. დაფინანსებული იყო ქუთაისში. არც ერთი საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი არ იქნა დაფინანსებული.
კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი თუ არ დაფინანსდა, იქ ხო გზა ვერ დაიგება. ბატონო ვახტანგ, პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით ბატონი შოთა ამბობს, რომ ეს არის სიცრუე. ხო ეთყობა პოლიტიკური ნიშნით, ვინ ყოფს საუბარი იმაზე, რომ ხო ესე შვებოდა პოლიტიკური ნიშნით ინფორმაცია აგერ ჩანს, თქვენს ერთ-ერთი ჩანს ყველა. გასაგებია. ბატონო შოთა, მოდით გავაგრძელოთ პირდაპირ საუბარი, თქვენ აღნიშნავთ, რომ ბატონმა ვახტანგმა იმ პროექტების შესახებ, რომელზეც თქვა, რომ არის გაჩერებული, ეგ არის სიცრუე, თუ სწორად გავიგეთ, ხო? რა თქმა უნდა. კი, ეს ასე გავიგეთ და ახლა გეტყვით ზუსტად. ანუ ბატონი ვახტანგი პირდაპირ ჩანს, რომ კიდევ ერთხელ ის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდის. რაც შეეხება ქუთაისის წყალს, ახლა ეგეთი სიცრუე როგორ შეიძლება თქვას, როდესაც თვითონ მათივე ანუ წინა ხელისუფლების პერიოდში ეს ტენდერი იქ ხო არასწორად გამოცხადებული და აზიის განვითარების ბანკმა ჩვენი დიდი თხოვნის მიუხედავად მოგთხოვა ტენდერის თავიდან გამოცხადება და მინდა ძალიან კარგი ინფორმაცია გითხრათ, რომ უკვე გამარჯვებული გამოვლენილია ამ ტენდერში. არაფერი გაჩერებული არაა და ქუთაისში რაც იგეგმება, ეს რაც ჩამოთვალა ბატონმა ვახტანგმა ცოტათი უფრო მეტი, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია. ამას გარდა მინდა რომ თუ ქუთაისლებისთვისა და ესე მოდის ბატონი ვახტანგი ქუთაისზე, მათ უთხრა რომ მესამე ტრანში არის საუბარი ქუთაისში, რომელიც 55 მილიონ დოლარ შეეხება. 30 მილიონი უკვე არსებული პროექტითაა და 55 მილიონ დოლარზეა დამატებით საუბარი, რომ ქუთაისში ერთხელ და საბოლოოდ წყლის მომარაგების სისტემის პრობლემა გადაიჭრა. ეს შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ. შემდეგ მოიცადე ერთი წუთი უნდა გავწე პასუხი ბევრი ისაუბრა ბატონი ვახტანგი. თურმე ნიკია აწუხებს ბატონი ვახტანგს, იმიტომ რომ იქედან იქნება ახალი შემოსასვლელი. თურმე გაახსენდა, რომ იქ შემოსასვლელი კეთდება, ხო ქუთაისის შემოვლითი გზა. თუ არ კეთდება ქუთაისის შემოვლითი გზა და გაჩერებულია, რა შემოსასვლელზე საუბრობს ახალზე. თუმცა ეს საკმაოდ ადრე დაწყებულია ეს პროექტი, ხო? ერთი ლოტი ახლა გამოცხადდა და ახლა გაიხსნა 2 თვის წინ, მაგრამ რა ტემპიც ჰქონდათ მათ? თუ გინდათ მაგასაც მოგახსენებთ, რომ 50%-იანი ჩამორჩენა ჰქონდათ და ჩვენ წამოვწიეთ ეს პროექტი. პლუს ამას ნიკიას ნაწილი გადადის შიდა სახელმწიფოებრივ გზებში და ამას მიხედავს გზების დეპარტამენტი. ვის ნაწილს? იმიტომ არ მიეცა ქუთაისის გზა. ეს ერთხელ რომ დარეკოს ბატონო ვახტანგმა ამ ყველაფერს გაიგო. ბატონო შოთა ძალიან მოკლედ იქნებ მიპასუხოთ. თუ გუბერნატორები მზად არიან რომ ითანამშრომლონ, იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ უახლოეს მომავალში გაცილებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ. თუ ბატონ ვახტანგს და არა მარტო ბატონ ვახტანგს მოუწევთ, ისინი სამინისტროს ადანაშაულებენ თქვენ გუბერნატორებს. ან უნდა მოგძებნოთ გამოსავალი, ხო? აი თქვენ და განსაჯეთ და მაყურებელმა განსაჯეთ. როდესაც სტიქია მოხდება, გუბერნატორმა არ უნდა დაუკავშირდეს სამინისტროს, ვინც კურირებს ამ სტიქიის აღმოფხვრას? პირდაპირ გეუბნებით. აი ეს არ უნდა იყოს და პლუს ამას არ უნდა იცოდეს თავრობის განკარგულებაში რა წერია. სამჯერო შეხვდით, რა უთხარით, არ უნდა დაიმახსოვროს. ქუთაისის წყალი იცოდა ბატონმა ვახტანგმა, მაგრამ სპეციალურად ეხა სიცრუე თქვა, რომ თითქოს გაჩერდა ეს პროექტი. ეს არის ტყუილი. დიდი მადლობა, სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ფაქტიურად ამ ბლოკისთვის ამოიწურა, მე უნდა დაგემშვიდობოთ. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე ბიზნესის დრო და თეაშველიძე შემოგვერთდება.